ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას USAID-ის საგარეო დახმარების პროგრამის სამი თვით შეჩერებაზე და ნედის მისამართით გაკეთებულ მწვავე განცხადებას აფასებენ თბილისში. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკის საგარეო დახმარების პროგრამა სამი თვის შემდეგ კვლავ აღდგება, თუმცა დროებით შეჩერებული პროგრამები საქართველოსა და მის მოსახლეობაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უცხოეთიდან საქართველოში თანხები დესტაბილიზაციის გამოსაწვევად და რევოლუციური პროცესებისთვის იხარჯება. ეს იყო წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაპირება და სწორედ ამ დაპირებას ასრულებს დონალდ ტრამპი, რომელიც გულისხმობს მოდერნიზებას, სტრუქტურულ ტრანსფორმაციას და ეს არ გულისხმობს ამერიკის იზოლაციას. პირიქით, ნიშნავს იმას, რომ იქნება ეს პროგრამები უფრო თარგეტირებული და მიზანმიმართული იმისთვის, რომ ეფექტიანი იყოს ყველა ის თანხა, დოლარი, რომელიც ხმარდება დემოკრატიას მსოფლიოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იძიებენ ამ თანხებს, არის, რომ USAID მილიარდ 300 მილიონით არის, მე მგონი დახმარებული 2015-დან 2023 წლამდე ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ალბათ გაირკვევა, რატო აღმოჩნდა ისე, რომ ამერიკის დაფინანსება მოხმარდა რუსეთის ინტერესების გაძლიერებას და თუ ეს შეიცვლება, მე მხოლოდ გამეხარდება, დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა საკადრისხარ პასუხს გასცემს მის წრეებს, რომელიც ამ შემთხვევაში არიან დღეს შეკრებილი და დაეხმარება მის მოკავშირეებს. იონიშვილის რეჟიმი ძალიან სასაცილოდ გამოიყურება მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებში შიდა პოლემიკას როგორც ფაქტებად ისეყიდის. USAID-ის დახმარება, ამერიკის ხალხის დახმარება მხოლოდ შეჩერებულია და არა გაუქმებული, არც პროგრამა არ გაუქმდა, თქვენ როგორც ნახეთ და არც არანაირი დასკვნა არ დადებულა გადატრიალების მოწყობებთან დაკავშირებით, რის გამოც რეალურად საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ივანიშვილმა დაასრულა მისი განცხადების შემდგომ, რომ ამერიკა გადატრიალებებს აწყობს. მილიარდებით იხარჯება თანხა იმისათვის, რათა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი იქნეს დაზიანებული. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არის ის, რომ გადასახდელების გადამხდელები იხდიდნენ თანხას ისეთ პროექტებში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუბრუნებს თავის ავტორიტეტს და თავის მნიშვნელობას, როდესაც პოზიტიური იქნება მისი ჩართულობა ნებისმიერი ქვეყნის აღმშენებლობაში და არა ნგრევაში და არა რევოლუციური პროცესების განვითარებაში. ის აართმევს სახელს იმ პროცესებს, რაც ვითარდებოდა მთელს მსოფლიოში USAID-ის მეშვეობით. USAID აფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში, კონკრეტულად საქართველოში, ცდილობდნენ სიტუაციის ამოყირავებას, რევოლუციის მოწყობას და საზოგადოების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას. ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ყველაფერს თავის გადაწყვეტილებებით დაუსვა წერტილი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვადასტურებდით, რომ იყო კონკრეტული ორგანიზაციები, ვინც ქვეყანაში აფინანსებდა პოლარიზაციას, აფინანსებდა რადიკალიზმს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებებს, რევოლუციურ მოწყობებს, მაგრამ მერწმუნეთ ეს ყველაფერი დასრულდება რადიკალიზმით და დასრულდება ფაშიზმით, რომლის სახალისება ხდებოდა უცხოეთიდან და საკმაოდ მსუხეთ ფინანსდებოდა.